მოკლედ მეგობრებო, დადგა ის დღე, როდესაც მე და კირკიტა დაუდგებით დიდ ფინალში. Hoppa. Oime, გადავრჩი. Oime. Picho, წამის მიასედი. Ლა ვახჩიმი. მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით ორთვიანი პაუზის შემდეგ და მოკლედ ძალიან მაგარი ამბები გვაქვს. არ ვიჯექით ესე გულხელდაკრეფილი, მოკლედ ვაგვარდით ძალიან ბევრ რამეს, იქით სტადიონები, სპონსორები და ასე შემდეგ. რახან სპონსორებს შევეხეთ, მოდი დავიწყოთ ძალიან მაგარი ამბავით. ესე იგი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემპიონი დღეიდან იქნება ჩვენი სპონსორი და ძალიან მაგარ კოლაბორაციებს გავაკეთებთ ერთად. ბიჭებიც რაღაც კაი აზრებს მოგვაწვდიან. რაც შეეხება ტერიტორიულად მდებარეობს ვარკეთილში, ჯავახეთის 17-ია, შეგიძლიათ მიხვიდეთ. დიდი არჩევანია, როგორც შიპოვკები, ბუცები, სპორტულები და რავი, ბევრი რაღაცაა ძალიან. რაც შეეხება დღეს გვექნება ძალიან მაგარი ექსტრემალური ჩელენჯი. ვიქნებით სუფრისტაილერები და ჩემს გვერდით იქნებიან კირკიტა და სისალა. ყველა მიცით ახლა კირკიტაც, სისალაც როგორ ხართ ბიჭებო, ხო ხართ ჩანზე? ქუჩის ლეგენდა. გეტო. სისალა ისეთ რაღაცებს აკეთებს, სასწაულია და მართლა ტალანტია მომავლის ეს ბავშვი. ძალიან მაგარია მართლა. კი და დღეს გავაკეთებთ მოკლედ, დღეს რას ვაპირებთ ახლა ხალხს უთხრათ. ვართ ვაკის პარკში და გვინდა რომ ქუჩის ჩელენჯები გავაკეთოთ, მაგრამ დღეს კვირა დღეა, რაღაცა ხალხს ცოტა ეზარებათ, რაღაცა და რასაც გეგმავდით. გვინდოდა ეს სტრიტ თემები, რაც ქუჩის ჩელენჯები, ძალიან საინტერესო ჩელენჯები იქნება. იქ რაღაცა თავის კოჩის გადაკრული ხელებით, რაღაცა თემები და თუ დავიჭერეთ საერთოდ ვიმე ხალხი, ძალიან კაი იქნება. თუ არა და ჩვენ შორის გავაკეთებთ, თუ არავინ არ იქნება, არც ეგაა პრობლემა, ვითამაშებთ სიტყვაზე პანას, იქით გაცდენები, რაღაც პატარ-პატარა ჩელენჯები, მოკლედ ნახავთ ყველაფერს. წავედით, გადავედით შემდეგ ჩელენჯში. დავიბით ძალიან კარგად. ესე იგი, ჩვენ უნდა გავდირკოთ მე და კირკიტა, გოლებიც გვეთვლება, მაგრამ უფრო ვითამაშებთ რა თქმა უნდა პანაზე. ჩვენ ახლა ისე როგორ შეგვიძლია 3-მდე იქნება მოკლედ. ბავშვებიც გოლები ეთვლებათ 3-3 როლით მოგიგეს აგებული ვართ და ფეხებს შორის თუ ვერ გაუძრუნეთ, თანამდეც იქნება ეს ანგარიში, მოგებულები არიან რა. მოკლედ წავედით და ნახოთ რა იქნება. ესეთი ჩელენჯი მეგობრებო, დავამატებ რომ საქართველოში ჯერობით არავის არ გადაუღება. დავარ. ოპა, ნახე. Opa, ცოტა. Კიკა, არ გიზი. Oime. კიკას გაუძრი. Opa! კაი, მიდი გავაგზავნოთ. Pocha. Opa. Geto. Kita chodzia. ლამაზი გოლი შეგვიდა კირკით. ნახე რა ციცავენ თავს. ოპა! მოდი კაი ერთი დირკაც გადაიგარი. ერთი დირკაც თავსო.
მეორეა ხო? ო, ეხლა უკვე სერიოზულად ნა. არა, ორი თორი ხო, დირკიანად ხო? ანუ ჩვენ თუ ერთი გავდივართ, მოგებული ვართ, თქვენ თუ გაიტანთ, მოგებული ხარ. მოიგეს, აგიდა, მოიგეს. მოკლედ მეგობრებო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბავშვებმა დაგვამარცხეს. ორი ხასი მივეცით. ნუ ორჯერ კი გავდირკეთ ეხა, მაგრამ სამაგეროთ შოტით ანგარიშით მოგვიგეს რა. მე-13 ზედმეტი მოვიდოვეთ, მე-13 და მოვდუნდით, მაგრამ მაგარი ბავშვები არიან ძალიან, წარმატებებს გისურვებთ და მაგარი ფეხბურთელები უნდა გამოხვიათ, იცოდეთ. მოკლედ ეხა ესე იგი, დრაშობით ჩემპიონში მიდიხართ. ჯავახეთი 17-ია და 40%-იანი ფასდაკლება გექნებათ ყველაფერზე. სპორტულები გინდათ, შიპოვკები გინდათ, ბუცი გინდათ თუ რაც გინდათ ყველაფერზე. ალბათ თქვენიც წარმატებები ბავშვებო ყველაფერში. რა უნდა ვქნათ ესე იგი? უნდა გამოვიწეროთ ლევან კვარაცხელეშვილი. მეგობრებო, მოკლედ ეხა დაიწყებენ სისალა და კირკიტა, ითამაშებენ ერთ-ერთს ჩვეულებრივად გასტენები იქნება, ვინც პირველი ავა 5-მდე არის მოგებული. ხალხი ვერ დავიჭირეთ ვერავინ და ისევ ჩვენ მე მგონი კაი რაღაც გამოვა რა, ესე ექსპერიმენტად გადავწყვიტეთ ეს და სათხართ ხო ბიჭებო, აბა წავედით წარმატებები და თქვენიც ეს რა ქნა საერთოდ მოი შეასრულა ერაფერსი ოლალა ბიჭო ო ეს რასაპირებდა არა იცის კირკიტამი ოპა არა უშავს სისალა გატყდე აი რაღაცა ახლოს იყავი პანა უნდა ვეჭველი აუ ეგრო გექნა ეხა ვიცი რასაც აკეთებდი ოპა კირკიტა მიმინა და აფიქსირა ძმაო რა მოკლედ ესე იგი აქ ყველა შევხვდებით კლასიკური პანა ის ორკარიანი არ იქნება მაგრამ იგივე პანა არა გოლები დირკები ოღონდ დირკა არის 2 გოლი და გოლი ჩვეულებრივად 1 რა ეხა შევხვდებით მე და სისალა და შემდეგ უკვე მე თუ მოვიგებ მაშინ ფინალი გამოდის კაი წავედით აბა შენ სისალ წარმატებები გადავიდით Opa! ეს რა ქნა ნახე დაიდო მინდა შევაქო სისალა ძალიან მაგარია ნუ იცით სისალა არის უფრო ზევით ფრისტაილში აქ არის ორი სახეობა პანა ცალკე სახეობა ფრისტაილი ცალკეა არის ხალხი უნივერსალი რომელსაც ორივე შეუულია არის მარტო პანაში სისალა ავარიშობს ამ თემაში და ეხა უკვე დაიწყებს უნდა პანაშიც ძალიან იჭერე და დაჟე ტექნოლოგიის იწყებ ხო ფეხბურთსა და თემები მოკლედ წარმატებები სისალა და მომიზადეს დიდი ფინალი მოკლედ მეგობრებო დადგა ის დღე როდესაც მე და კირკიტა დავუდგებით დიდ ფინალში
რავი, ეხა აი მაგას უკვე საუბარიც არ უნდა რომ ძალიან მაგარი თამაში იქნება უკვე. ხვდებით ალბათ და რა ის გადაგჩენია წარმატება უსურო კირკიტას. ხო და შენ იქაც რო გახვიდე დაჟე. სოფლიო ჩემპიონი პანას იმაზე იქაც მაგარი ისაკოს. პროსტა რო ცოტა ივარჩო მე. მოდი. წავედით მოკლედ. კაცი არ უყოლა მოძრაობაზე. თა როგორ გახედა ეს? საციებთან თამაში გასვლელია. ვაიმე! ლა ვახჩინი. არა, ისეთი არაფერი. გინდა რავი ავაჩერა. რთულია შენთან თამაში. აი, ბიჭო. კონდა შანსი. რამდენი ხანი აკვირდები ერთ-ერთია. არ გვაცნიან და ორივე პარაზე რომ თამაშობს. გავიდა. არა. მეგობრებო, სუფთა პანას წესების თანახმად ეს გოლი არ ჩაითვალა. ვარმა მრავალჯერ გადახედა ეპიზოდს, ხედავთ ბურთი ხვდება ძელს, შემდეგ გადის გოლი, შესაბამისად ეს გოლი უხდება და მიბრუნდება მე ბურთი. ამ შემთხვევაში ახალ შეტევას ვიწყებ მე. ვაიმე! ბიჭო, წამის მიასედი. ფუ! გაიყო.
იმენა ფინალი რეუნები რა არის. გავიგუდეთ. ეს რა არის? იცის კირკი თამაშკარ. აი ბიჭო ჩამომეძინა რა. როგორც ხედავთ, ჯერ გადის პანა და შემდეგ ფიქსირდება გოლი. ამ შემთხვევაში ავტომატურად გოლი უხდება, იმიტომ რომ პანას წესების თანახმად უპირატესობა ენიჭება პანას, პანას შემდეგ უკვე ავტომატურად უხდება გოლის. ამ შემთხვევაში ანგარიში მორჩა 5-5. გამოვიყენე. საღო, ბოლოში. მაგარი ბოლი იყოს მობოლოში. მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი ექსტრემალური ჩელენჯები. ნუ რაც გვინდოდა და რაც არაფერში გქონდა, არ გამოგვივიდა, იმიტომ რომ 18 ჩელენჯი გქონდა. ძალიან ბევრი ისეთი მაგარი რაღაცები, მაგრამ მაგას სხვა დროს გავაკეთებთ აუცილებლად. ასე რომ რაც გამოვიდა, ძალიან კარგი იყო, ვიხალისეთ, გავერთეთ და რავი ბიჭებო, რა სიტყვით. კაი იყო, მართლა კარგი იყო, ბავშვები დაგვეხმარნენ. კი, ყველანაირად ნიჭიერი ხალხია, მოკლედ ძალიან და ანაც ძალიან კონკურენტუნარიანი გამოდგა და იმენა ფინალი იყო, ბოლო წუთამდე იყო რა, 5-5 და ხარ ჩანს რა. აქ არა, მე კიდე ვითამაშებ ჩვენ უფრო კლასიკურ პარასაც ვითამაშებთ ოლკარებში და უფრო ისეთ იმაში. მაგრამ ძალიან მაგარია, ძალიან კლასნია. როგორც სისალა, ისე კირკიტა აპირებ ხო უკვე შენ ერთხელ იყო ლატვიის თემაში იყო კეტო გეიმი ატარებდა კი ძალიან მაგარი ტიპები არიან და შეიძლება აკეთებენ 3-3-ია ხო? 3-3-ია იგივე ხორვატიაშია, ბოსნიაშია, რამოდენიმე ტურნირი დავითამაშე, 3 ტურნირი დაახლოებით. აი ხა ხორვატიაში იქნება ხორვატების ხო და ვის ემატებით ანუ ვის ხორვატია არის ერთი ჩემი დამეგობრდით და ესპანას ხალხია თუ პროსტა ისე არა აი მაგ ტურნირებს ატარებენ როგორც ხორვატიაში და იქნებიან როგორც ფრისტაილერები ხო ჯაკობს კორნელიუსი ის რა ქვია იმას ნუ იზიმენი მგონი იქნება წინაზე იყო იზიმენი ადრე იღებდა მონაწილეობას და ეხლა მე მგონი აღარ შევა მაგას ის კიდე პანახაუსის თავარი კაცი როა ძალიან გიჟია თელთმები რო ხო ცოტა ხო ეგეც ბევრია მოკლედ ხო მოკლედ წარმატებები კირკით ყველანაირად და რა ვიცი ხშირად ვეცდებით რომ ესეთ ვიდეოები გადავიღოთ და ხო ყველაზე მთავარი ხა რა ხდება დიდი მადლობა ჩემპიონს ჩვენი სპონსორები არიან ნუ პირველი ვიდეო იყო და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ანუ ყველაფერი აქვს სპორტული ინვენტარი, იქნება ეს დაწყებული ბუცებიდან, შიპოკები, სპორტულები, ბურთები და არა მარტო ეს კალათბურთის თემებიდან, ნუ ყველაფერი ზოგადად რა. კი, ყველაფერი აქვს. ვაფშე ყველაფერი აქვს სპორტის. შეგიძლიათ მიბრძანდეთ. ვარკეთილი ჯავახეთის 17 ამოკლეთ აღწერაში იქნება ყველაფერი. ეხლა რა ხდება? კირკიტას და სისალას შეუძლიათ ნებისმიერ დროს მივიდნენ, რაც გინდათ. აიღებთ და გექნებათ 40%-ზე ფაზაკლება, რა ვიცი. მე უფრო კარგ რაღაცებსაც გავაკეთებთ და აუცილებლად დაგიზახებთ ერთობლივად. დავასრულოთ რა დღეს მართლა დავიღალეთ და მოკლედ დაგემშვიდობებით შევხვდებით ძალიან მაგარ ვიდეოებში. აბა ჩვენ ვიცით. ბრა. ой, ეს რა იყო? პანას მე თამაშა.